მოვიდნენ, ხო? მე რა უთხარი? მათესტოლები ხართ ყველა, ხო? მე რა უთხარი? იზია, ჩემთან ერთი წელი რო იმუშავებ, 4 წელი რო უმაღლეს სასწავლებელში იმუშაო ინგლისში. იმას ჯობია ერთი წელი აქ მანქანა გაყიდო, მიხედო, გაარეცხიო, შემოიყვანო, თუ ეს პროფესია გინდა, ხო? აი აქ შენ ისეთ კაცურში, აი ჯარში რომ მიყავდათ კომუნისტებს ბიჭები, ყველამ რუსული იცოდა, ხო ხედავ? რომ ჩამოდიოდნენ და დაკაცებული მოდიოდნენ, ხო? რატო? იმიტომ რომ ის ჯარი ადამიანს ჩამოაყალიბებდა როგორც ვაჟკაცი. ხან სიცივე იყო, ხან საჭმელი იყო, ხან არ იყო და რაღაცნაირად ტიპები, კარგი ტიპები ბრუნდებოდნენ, თქვათ. ისე აქაც იმუშავებიძე ვინმე რამეს გთხოვს, ვინმე რამე გითხრა და ვერავინ სანამ გელა ბარკალაია ცოცხალი იქნება, ვერავინ ვერაფერს ვერ გაგიბედავთ, იმიტომ რომ თქვენ ხართ ახალგაზრდები და უნდა იშრომოთ და ის 2 კაპიკი, რასაც შოულობთ, თქვენ თავს, თქვენ სილამაზეს, თქვენს ხვალინდელ დღეს უნდა მოახმაროთ. ახლა ეს ავტომობილები რა არის? ეს არის უკვე ბიზნეს კლასის ჯეტურები, გაძლიერებული მოტორით, რა ვიცი, სპეც შეკვეთა, რომელსაც მოტორები აქვს 1 და 6. ამას აქვს 1 და 5. ახლა მთავარი. აი ნახეთ რამდენი ჯეტურია და რო ნახოს, ახლა ქარხნის მეპატრონემ ჩემ საწყობში აქ თბილისში რამდენი ჯეტური დგას, ჯერ მეუნებია რომ ქარხანა ხوارავაშენოთ საქართველოსშიო. 4-ჯერ, 5-ჯერ მქონდა შემოთავაზება და ნახო დაბა როგორ იქნება. აი ახლა მოდი, კეთი. ქარხანა ხო, რაოდენობრივად. კეთი მოდი. კეთი, ეს რა ავტომობილია? ეს არის იგივე BYD და ახსენიავა. ესაა BYD ჰიბრიდი, რომელიც გადის 150 კილომეტრს დატენით, 4.5 ლიტრა ბენზინს მოიხმარს და ჯამში ელექტრო და ბენზინის დახმარებით გადის 1000 კილომეტრს. ეს არის 38 ცხენის ძალა აქვს, 8.5 წამში ჩქარდება 100 კილომეტრამდე. მოკლედ ეს მანქანა არის full options რო ეძახიან და აი დღეს ელექტრო მანქანა თუ გინდა უნდა იყიდო ეს. არის ბევრი სხვადასხვანაირი ელექტრომობილი, მაგრამ აი ფასიდან გამომდინარე, ხარისხიდან გამომდინარე, მე არ ვიცი, ჯერ ვიზუალურად რა ნახე. ცოლს რომ მოიყვან, ცოლს როცა დააპირებ მოყვანას, ჯერ უნდა შეხედო როგორია, ხო? ვიზუალურად. ჯერ ვიზუალი ნახე. რომ მოგეწონება ვიზუალი, მე იკითხე დედა ვინ არის, მამა ვინ არის, წარსული რა